სოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდმას ავტომობილ გიგანტმა ჩინურმა BYD-მ გამოქვეყნა 2024 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური ანგარიშგება, რომელიც არის გაცილებით უკეთესი ვიდრე ამას ვინმე ელოდა პლანეტაზე და მიანიშნებს იმ დომინაციაზე, რომელიც ჩინურ გიგანტს ავტომობილო ბიზნესში აქვს. ჯამში 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარის წმინდა მოგება მიიღო მეოთხე კვარტალში ამ კომპანიამ, რაც 73%-ით გაზრდილია წლიურად, ხოლო შემოსავალმა შეადგინა მეოთხე კვარტალში მხოლოდ 38 მილიარდი დოლარი, რაც აგრეთვე არის 53%-იანი ზრდა. საბოლოო ჯამში BYD-ის წლიურმა მოგებამ შეადგინა 5 მილიარდ 600 მილიონი დოლარი, რაც აგრეთვე 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელი არის წლიურად. საბოლოო ჯამში 4 მილიონ 250,000 ერთეული ავტომობილი გაყიდა BYD-მ, რაც ძალიან კარგი შედეგია და ძალიან ბევრ სხვადასხვა ტიპის კონგლომერატების ტოლი შედეგია. ცხადია, Toyota-მდე იმას ბევრი უკლია ჯერ კიდევ, რადგან Toyota-მ 10 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა, მაგრამ Toyota-ა საკუთარი 100-ოვანი ისტორიით, ხოლო BYD არის შედარებით ახალი მოთამაშე, რომელმაც Volkswagen Group-ს აჯობა. Volkswagen Group-ს აჯობა თავისი ძალიან ბევრი ბრენდით და რეალურად BYD სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა აქტიურად გლობალურ ბაზარზე, ის ჩინეთში ვითარდებოდა წლების განმავლობაში, მაგრამ რეალური ექსპანსია დაიწყო სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, როცა ახალი მოდელები გამოუშვა, ხოლო აგერ გასულ კვირას წარმოადგენა ისეთი რამ, რაც ავტომობილ ინდუსტრიაში ამ დრომდე არავის არ მოუდგენია, ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც იმუხტება სულ რაღაც 5 წუთში, ანუ ავტომობილს, ელექტრომობილს ამ შემთხვევაში 2 არის ჯერჯერობით წარდგენილი, მაგრამ ცხადია სხვა ავტომობილების გამოჩნდება, ეს არის სპორტული სედანი და აგრეთვე SUV ტიპის ავტომობილი. მათ შეუძლიათ 400 კილომეტრის რეინჯი აკრიფონ სულ რაღაც 5 წუთში დამუხტვისას, რაც არნახული შედეგია ელექტრომობილებისთვის, მაგრამ ამას ცხადია ჭირდება საკუთარი ინფრასტრუქტურა. ეს სახლის დამტენის პირობებში ვერ შედგება, ამიტომაც 4000 დამტენის უზრუნველყოფას გეგმავს BYD ჩინეთის მასშტაბი და ალბათ მოგვიანებით გლობალურადაც დაინერგება. ეს რაც მიანიშნებს იმ ხედვის ისტორიაზე, რომელიც ამ კომპანიის დამფუძნებლებს და მმართველებს ჰქონდათ და რომელმაც თავის დროზე მიიპყრო Warren Buffett-ის ყურადღება, Berkshire Hathaway-ის ყურადღება, რომელმაც დაინვესტირა დიდძალი თანხა და ძალიან დიდი ამონაგების თანხა, მოგვიანებით წილი მცირედით შეამცირა Warren Buffett-ის კომპანიამ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯერ კიდევ არის ის ჩინური კომპანიის აქციონერი და ამ ჩინურ კომპანიას საქმე აქვს ძალიან კარგად. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ჩინეთში არის დაფუძნებული და ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ვითარდება ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით, არის კომპანია Xiaomi, რომელიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის და წვრილი ტექნიკის წარმოებით, მაგრამ ბოლო დროს ის ელექტრომობილების ერთ-ერთ წამყვან წარმოებლად ჩამოყალიბდა მსოფლიოს მასშტაბით, ვინაიდან Xiaomi-ის ელექტრომობილებს უკვე საქართველოშიც აქტიურად ვხედავთ და კომპანიამ ამ მიმართულების განვითარების მიზნით გადაწყვეტა დამატებითი აქციების გამოშვება, ანუ ინვესტორებისაგან საფონდო ბირჟიდან მეტი კაპიტალის მოზიდვა, კერძოდ საუბარი არის დაახლოებით 750 მილიონ აქციაზე, რაც არის გადათვლით 5 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ეკვივალენტი, ანუ ამ თანხას მიიღებს მენეჯმენტი იმისათვის, რომ ინვესტიცია ჩადოს ელექტრომობილების მიმართულებით და წარმოების მაჩვენებელი წლიურად 350,000 ელექტრომობილამდე გაზარდოს. ეს თანხა საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, უყოლაფერთა გათვალისწინებით, რომ კომპანიას ეს მიმართულება სულ რაღაც 2 წელია აქვს განვითარებული და წამოწყებული, მაგრამ როგორც ჩანს Xiaomi-ში ამ მიმართულებას ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. ამ ყველაფრის ფონზე კი კომპანიის საბაზრო შეფასება შეადგენს 177 მილიარდ დოლარს და თუ კი კომპანია ასე გააგრძელებს ზრდას, ვინაიდან მას 50%-იანი ნახტომი ჰქონდა კვარტლიდან კვარტლამდე, მაშინ სავარაუდოდ მისი შეფასება კიდევ უფრო მაღალი იქნება მომავალში. ხო, BYD და Xiaomi არ არის ერთადერთი ჩინური კომპანიები, რომელთაც ბოლო პერიოდში საქმე ძალიან კარგად აქვს. ამ ჩამონათვალში აგრეთვე ხვდებით ჯეკ მას მიერ დაფუძნებულ Alibaba-ს და ასევე სხვა კომპანიებს, მათ შორის Tencent-ს და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ჩინური კომპანიები ბოლო პერიოდში ძალიან მკვეთრად არის გაზრდილი და ამაზე მიუთითებს აგრეთვე ის, რომ ჩინური კომპანიები განაგრძობენ არამხოლოდ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, რაც DeepSeek-ის გამოჩენით დადასტურდა პლანეტაზე, არამედ იმას, რომ ისინი უფრო და უფრო ხშირად და აქტიურად ავითარებენ საკუთარ ბარათებს, საკუთარ როგორც გრაფიკულ ბარათებს, ასევე პროცესორებს, ასევე AI პროცესორებს, ჩიპებს და მოკლედ ყველანაირ პროგრამულ და აპარატულ უზრუნველყოფას, რომელიც ჭირდება არამხოლოდ ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, არამედ cloud service-ებს და ფაქტობრივად ყველაფერს, რაც დასავლურ სამყაროში, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება. ამას საკუთარი მიზეზი ჰქონდა, დიდწილად ეს ყველაფერი უკავშირდება აკრძალვას, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო თავის დროზე, რომლითაც ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპონენტების ექსპორტი აიკრძალა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩინეთს. შესაბამისად, იზოლებულებიც კი გახდნენ ჯეკმა და სხვა ანტრეპრენიორები, რომ საკუთარი წარმოების ჩიპები შეექმნათ უშუალოდ ქვეყნის შიგნით, როგორც ამბობენ, ასევე Ant Group-თან თანამშრომლობით დაახლოებით ისეთივე
რევოლუციურ ქმნილებამდე არიან ჩინელები მისული, რაც არის Nvidia-ს H series ჩიპები, რომელთაც გამოიყენებენ მსოფლიოს უდიდესი კომპანიები მათ data ცენტრებში, ანუ ეს არის ის ჩიპი, რომელზედაც დაფუძნებულია OpenAI-ის ChatGPT, აგრეთვე სხვა დიდი ტექნოლოგიური ნეირონული ქსელები, ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთზე თქმა იმისა, რომ ის ჩამორჩენილი იყო, ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ ახლა უკვე ეს ყველაფერი საფონდო ბირჟაზეც გადმოვიდა და ინვესტორებიც ხედავენ, რომ ჩინეთს, ჯეკმას და სხვა ზოგადად ჩინელ ანტრეპრენიორებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარება არანაკლებ კარგად, ვიდრე მათ ამერიკელ კოლეგებს. თუკი ჩინურ კომპანიებს ძალიან კარგად აქვს საქმე და სამივე კომპანიის შემთხვევაში ასეთი ვითარება ეკვეთება, იმას ვერ ვიტყვით ერთ ძალიან მსხვილ ევროპულ სამედიცინო გიგანტზე, რომელიც არის ფარმაკოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი ლოკომოტივი, ეს არის Novo Nordisk, რომელიც ცნობილი არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატით. ერთი არის Wegovy და მეორე არის Ozempic. სწორედ ამ პრეპარატების წყალობით Novo Nordisk-მა შეძლო და მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო წონაში კლების პრეპარატების, ასე ვთქვათ, ახალი ტალღის წამოწყება, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიას ძალიან დიდი ბუსტიც მისცა, რადგანაც ამ პრეპარატების გამოშვების შემდეგ კომპანიის შეფასება თითქმის 300-400%-ით გაიზარდა ძალიან მოკლე ხნიან პერიოდში, თუმცა მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ცვლილებები მოხდა ბაზარზე, ინვესტორებმა კომპანიის შეფასება გადააფასეს და ამჟამად ის დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული, რასაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზიც აქვს და ეს მიზეზი უკავშირდება ახალი თაობის წონაში კლების პრეპარატს, რომელიც ჯერჯერობით ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ რომელზედაც Novo Nordisk-ის მეცნიერები აქტიურად მუშაობენ. ეს არის კაგრისემა, ახალი მოლეკულა, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს Wegovy და Ozempic, ანუ ის უნდა იქნეს უფრო ეფექტიანი და უფრო სწრაფი, მაგრამ კლინიკური კვლევებიდან ჩანს, რომ ეს პრეპარატი არ არის ისეთი, ასე ვთქვათ, ეფექტიანი, როგორც მას ელოდნენ, რომ იქნებოდა, ვინაიდან ახალი თაობა არის და შესაბამისად უფრო მეც მოელოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, შედეგები საკმაოდ ცუდია, კერძოდ მოსალოდნელი კრების მაჩვენებელი თუ კი იყო წონის 25%, ამ პრეპარატმა დააფიქსირა, რომ მხოლოდ 22.7%-იანი კლება, რაც იმედგამაცრუებელი შედეგია გათვალისწინებით იმისა, რომ Eli Lilly, რომელიც არის Novo Nordisk-ის მთავარი კონკურენტი, უკვე აწარმოებს ამაზე ეფექტიან პრეპარატს, შესაბამისად, როდესაც ახალი თაობის პრეპარატი ამჟამად არსებობს ვერ ჯობნის, ეს რა თქმა უნდა ინვესტორების განწყობაზე აისახება ძალიან ნეგატიურად.